2025 წლის 13 დეკემბერი. პროექტი მეგობრობა გზად და ხიდად აქტიურ ფაზაშია. ამ დღეს საქართველოს დელეგაცია თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ბექა დავითულიანისა და თინათინ ნიბლოშვილის, საკრებულოს კომისიის წევრის გურამ ნიკოლაიშვილის შემადგენლობით მორიგ შეხვედრას მართავს. პროექტის ინიციატორისა და მთავარი მასპინძლის, ორჰანგაზის კავკასიური ასოციაციის პრეზიდენტის ირფან შაჰინ ბერიძისა და ყოფილი პრეზიდენტის ადემ თურან შავაძის, ამავე ასოციაციის PR მენეჯერის მანანა გაბრიჭიძის ორგანიზებით თურქეთში არსებულ კიდევ ერთ ქართულ, ახლად შექმნილ ორგანიზაციას მარმარილოს კავკასიურ ქართულ ასოციაციათა ფედერაციას სტუმრობს. ეს გამოფენა იანვარში ხდება. იანვარის ბოლოს. მივხვდით ძირითადად ავეჯის ეკონომიკური სამსახური გამოგვეშვა იქ, სადაც ბევრი ქართველია წარმოდგენილი სულ ბევრი იქნება ავეჯის გამოფენაზე. სექტორებში ძალიან არის, მაგრამ 1 2 3 მე იმით მოწვევას გამოგიგზავნე. კავშირების შეხოს ფარმაკოლოგიური ბიზნესმენებთან პირდაპირ კავშირებში ვიცნობთ ახალშენებები. შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფარუკ დემირთაში და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, განიხილეს მარმარილოს კავკასიურ ქართულ ასოციაციათა ფედერაციისა და თბილისის საკრებულოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ერთობლივი, კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას. რაღაც ახლა ბიზნეს ფორუმს ერთადერთი პროექტის ამსახველ ფოტო და ვიდეო ნიუსებზე იმუშავა მასპინძელი ასოციაციის PR მენეჯერმა მანანა გაბრიჭიძემ. მაგრამ ჩვენ დავათვალიერეთ ავეჯი, ჩვენ დავათვალიერეთ სხვადასხვა. ისეთი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, ახლა მე მქონია პირადად შეხება და ძალიან კარგი შესაძლებლობაა ზოგადად მანდ მოხვედრა. ადრე რაღაც ერთ თემატიკაზე და მე ჩემი სურვილი სხვადასხვა ინეგოში აპრილშია. და იმ გამოფენაზე უფრო მეც ქართულ იმას შევხვდით. შეხვედრა დასრულდა ამ პროექტის უკვე ტრადიციულად ქცეული ცერემონიალით. მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. ფედერაციის პრეზიდენტმა ომერ ფარუკ დემირთაშმა მოხდენილად მოირგო საკრებულოს მიერ გადაცემული ორიგინალური ყაბალახი, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული. კმაყოფილი მასპინძლები და სტუმრები დიდხანს პოზირებდნენ ფოტოკამერის წინ. პროექტი მეგობრობა გზად და ხიდად პოზიტიური განწყობით გრძელდება. მორიგ შეხვედრამდე.